მოგესალმებით. დღეს იქნება პირველი გაკვეთილი, რომელსაც ქვია მოტოციკლეტის და ტრეკის გადაკვეთის წერტილები. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ მოტოციკლები მრავალ კატეგორიად იყოფა. ჩვენი ძირითადი სფერო არის სტრიტ და სპორტ ბაიკები და ეხლა გეტყვით რა. განსხვავება სპორტ და სტრიტ ბაიკ შორის არის პირველი იქიდან, რომ წონის ცენტრის გადანაწილება აქვს სხვადასხვა. ანუ მაგალითად სტრიტ ბაიკს, ჩვეულებრივ ქუჩაში მოსიარულე სტრიტ ბაიკს დაახლოებით წონის გადანაწილება აქვს 40-60-ზე. 40% წონის მოდის წინ და 60% მოდის უკანა მხარეზე. როდესაც სუპერსპორტის შემთხვევაში ეს ყველაფერი არის 50-50-ზე თითქმის დაყვანილი. წონა ზოგადად გადანაწილებასთან ერთად წონაც. დაახლოებით სპორტები არის 180 კილოს ფარგლებში მოძრაობს, როდესაც სტრიტ ბაიკები 200 კილოგრამს ცდება ხოლმე. გამართულ სუპერსპორტს არანაირი პრობლემა არ ექნება ტრეკზე სიარულით. ერთადერთი შესამოწმებელი რაც სესიების წინ არის ზეთის დონე, ანტიფრიზი ან შესაბამისი სითხე, რომ გვესხას რადიატორში და არ აკლდეს და სამოქრუჭე ხუნდები მის სითხესთან ერთად უნდა გადამოწვდეს ყოველი სესიის წინ. და ეს მოტოციკლეტები ჩვეულებრივად იტანენ ტრეკის დატვირთვას და არაფერი არ გაგიფუჭდებათ, მოკლედ თუ გამართულ მდგომარეობაში არის თქვენი მოტოციკლი. ეხლა რაც შეეხება ეკიპირების როლი მოტოდრომზე. ანუ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომს აქვს თავისი გაწერილი წესები, რის მიხედვითაც გვაქვს მოცემულობა, რომ ჩვენ რაღაცა ტანსაცმელები ეკიპირება უნდა ჩავიცვათ ტრეკზე შესვლის დროს. ეს გამომდინარე იქიდან, რომ ყველაფერი ჩვენს უსაფრთხოებას ემსახურება. ანუ ტრეკი არის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო ჩვენი სპორტული ინტერესებისთვის რა. პირველ რიგში გვჭირდება სერტიფიცირებული ჩაფხუტი, ქურთუკი, რომელსაც აქვს მხრების, იდაყვის და ხერხემლის დამცავი, ან შეიძლება ქურთუკის მაგივრად მივხმაროთ პირობითად ბოდი არმორი. რაც შეეხება შარვალს, შარვალი უნდა იყოს მუხლების დამცავით, ან სამუხლით, ან სამუხლი შეგვიძლია გავიკეთოთ და ფეხსაცმელი, სპეციალური მოტო ფეხსაცმელი, რომელიც იქნება დამცავებიანი. ჩაფხუტებზე ზოგადად სხვადასხვა აზრია ყველას რა და გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ავტოდრომზე ნამდვილად აღარ მიაქცევთ ყურადღებას ისეთ ნიუანსებს, როგორიც არის ხმის იზოლაცია, კომფორტული ჩაფხუტი და მსგავსი რაღაცები. ანუ ავტოდრომზე ერთადერთი მნიშვნელოვანი რაც ჩაფხუტისგან მოგვეთხოვება არის სიმჩატე. ასევე დააკვირდებით, რომ სპორტულ ჩაფხუტებს აქვთ შედარებით წაგრძელებული ფორმა, სახისგან მეტად არის დაშორებული და ეს იწვევს იმას, რომ ესეთი ჩაფხუტები არის ცუდი ხმის იზოლაციით, შედარებით ცუდი ხმის იზოლაციით, ვიდრე სტრიტ ლეგალ ჩაფხუტები არის, მაგრამ ესეთი ჩაფხუტები ჩვენ გვაძლევს უპირატესობას იმ თვალსაზრისით, რომ გვაქვს უკეთესი აეროდინამიკა. უკეთესი აეროდინამიკა ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ტრეკზე უფრო ჩქარი და ჩვენი სხეულის ენა ტრეკზე უფრო უკეთესი დატვირთვით მუშაობს, ასე ვთქვათ რა. ხო, ასევე სპორტულ ჩაფხუტებს აქვს უკეთესი ვენტილაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ტრეკზე სიარულის დროს, რომ არ გაიგუდო და არ გადახურდე და გქონდეს ელემენტარული სასუნთქი, ასევე სასუნთქად იყენებენ ტრეკზე ესეთ დასაკრავ რაღაცეებს, რაც ცხვირზე ეკრობა და ჭიმავს ცხვირის ნესტოებს, რომ შედარებით უკეთესად ისუნთქოთ, იმიტომ რომ ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სუნთქვის რითმი არ დავკარგოთ ტრეკზე. ნუ ამ რაღაცებზე შემდეგ გაკვეთილებში ვისაუბრებ უფრო დეტალურად რა, ესეთ რაღაცებზე. ეხლა გავაგრძელოთ მოკლედ ეკიპირებებზე საუბარი. ტანზე რეკომენდირებულია საარბოლო კომბინიზონი, რომელსაც აქვს მუხლებზე ფრიწები, იმიტომ რომ ფრიწებზე დავაკროთ შესაბამისი მუხლის სლაიდერი და მოსახვეში სრულფასოვნად შევიდეთ რა.
რატო და როგორ ამ რაღაცებზე, რა თქმა უნდა, შემდეგ გაკვეთილებში ვისაუბრებ, რატო გვჭირდება ეს ყველაფერი უფრო მაღალფარდოვან ენაზე მე რეაგიხსნით. ხო, ფეხზე რაც შეეხება, რეკომენდირებული არის მაღალყელიანი მოტოფეხსაცმელი, თავის შესაბამისი დამცავებით და ტერფის გარე ნაწილში თითების გაყოლებაზე, ქუსზე და კოჭზე რო იყოს ეს დამცავები. ძალიან მნიშვნელოვანია, აი ფეხი არის ყველაზე ისეთი დასაცავი, იმიტომ რომ ფეხი ასრულებს ძალიან ბევრ მოვალეობას რბოლის დროს. ტრეკის დაწერილი და დაუწერელი წესები რა. რა თქმა უნდა, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომს ისევე როგორც ყველა სხვა ტრეკს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს თავისი შიდა წესები. როდესაც რბოლელი პირველად შედის ავტოდრომზე, ტრეკი თავისი პიკაპით ატყვევინებს კრუგს, გააცნობს მოსახვევებს, ტრეკს, საავარიო შესასვლელებს, გასასვლელებს და ასე შემდეგ. პირველი დაწერილი და დაუწერელი წესი კანონი რაც არის ტრეკზე არის, რომ არასდროს მივდივართ უკუმიმართულებით, არც ერთ მეც არ გავდივართ უკუმიმართულებით. ვემორჩილებით საჯების მიერ ნაჩვენებ დროშის წესებს, მე ამ დროშებზეც მექნება ცალკე განხილვა. შევდივართ სპეციალურად განკუთვნილი შესასვლელიდან და გამოვდივართ სპეციალურად განკუთვნილი გამოსასვლელიდან. მოძრაობთ შესვლისას და გამოსვლისას პიტ ლეინზე, რომელზეც დაშვებული არის გადაადგილება მაქსიმუმ 50 კმ/სთ სიჩქარით. და ბოლო თემა, რაც დღევანდელ გაკვეთილში უნდა განვიხილოთ, ეს არის ტრეკის როგორც სარბოლო გზის განხილვა. და ამაში, რა თქმა უნდა, დავიხმართ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომს. ესე იგი, ეს არის რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი. ამ ნაწილში გვაქვს პიტ-სტოპი, საიდანაც გამოვდივართ დაახლოებით აი ამ ნაწილზე და ვიწყებთ უკვე მოსახვევებში სიარულს. რაც შეეხება ტრიბუნებს, ტრიბუნები განთავსებულია 3 ადგილზე. ეს არის სტარტის აქედან ნაწილი, სტარტის იქიდან ნაწილი, სადაც გადახურული ტრიბუნებია, ეს ორი ნაწილი და არის ღია ტრიბუნა. აქ გადასასვლელი ხიდი და დიდი ტრიბუნა, რომელიც უყურებს მთელი ტრეკის იქიდან ნაწილს რა. ავტოდრომი, როგორც სარბოლო გზა, იყოფა 3 ნაწილად და ეს ნაწილები მაქვს მონიშნული. ეს არის პირველი სექტორი, აი ხიდამდე, ხიდიდან ქვედა ესამდე არის მეორე სექტორი, ესიდან სტარტამდე არის მესამე სექტორი. პირველი სექტორი არის საშუალო დონის, მეორე სექტორი არის ყველაზე ნელი, სადაც ბაიკს ყველაზე ნელა უწევს სიარული და მესამე სექტორი არის მოკლედ ის სექტორი, სადაც ყველაზე მეტად უნდა ჩაადუღო. ეხლა ნახეთ რა სიტუაცია არის. ანუ ზოგადად ტრეკზე დროის დანიშვნის მრავალი ხერხი არსებობს. არის უამრავი პროგრამა, რომელიც ითვლის ამას და შეგიძლიათ თქვენითაც გატესტოთ ეს რაღაცეები და ასევე ტრეკს აქვს სპეციალური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც შეგიძლია ზუსტი დრო გაიგო ავტოდრომზე. ზუსტი დროის გაგება მილიწამების დონეზე ხდება და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? შეგვიძლია ჩვენი ოპტიმალური წრეების დასახვა. პირობითად დავდივართ რაღაც სტანდარტული სიარულით, რომელიც მოიცავს პირობითად 2 წუთს. 2 წუთში ვარტყავთ მთლიან კრუგს. ნახეთ როგორი სიტუაციაა. ჩვენ ცალ-ცალკე გვაჩვენებს ტაიმერი სექტორების დროებს. სექტორების დროები რაში გამოიყენება? თქვათ, ჩვენ დავდივართ სტაბილურად ერთ და იგივე დროში ამ სექტორებს რა და რომელიღაცა სექტორზე შევძელით რომ უკეთესი დრო ამოვარტყით, მაგრამ რომელიღაცა შემდეგი სექტორი გავაფუჭით. პირობითად ამ შემთხვევაში ხდება ესეთი რაღაცა. როდესაც ერთ-ერთ სექტორს მაინც გავაუმჯობესებთ და პროგრამა ითვლის შენი გაუმჯობესებულ სექტორებს დამატებული დანარჩენი ის სექტორი, რომელიც პირობითად სხვა კრუგზე არ ჩაგიგდია და კარგად გაგავლილი რა და ამ შემთხვევაში ხდება შენი ოპტიმალური წრის გამოთვლა, ოპტიმალური წრე კი განიხილავს იმ ამბავს, რომ ანუ შენ შეგიძლია 2 წუთის მაგივრად იარო წუთი 58-ში უბრალოდ ამ სექტორის გაუმჯობესებით ისე რომ ის სექტორები არ გააფუჭო. ძალიან კარგი არის ეს იმისთვის, რომ შემდგომში განვითარდეთ და უკეთესი მრბოლელები გავხდეთ. დღევანდელი გაკვეთილისთვის სულ ეს იყო. დანარჩენზე უკვე შემდეგ ვიდეოში შევხვდებით. კარგად ბრძანდებოდეთ.